პროექტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ალბათ ყველამ კარგად ვიცით, მსოფლიოში ცნობილი ადამიანების გამონათქვამები თავისუფლებაზე, ლიბერალიზმზე, ქალთა უფლებებზე, დემოკრატიულ განვითარების პროცესებზე, მაგრამ სამწუხაროდ მსოფლიომ თითქმის არაფერი არ იცის ჩვენი უდიდესი საზოგადო მოღვაწეების შესახებ, რომლებსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი აი ამ მიმართულებით მსოფლიოში თავისუფლებისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის, ქალთა უფლებების დამკვიდრებისთვის და ჩვენ არ ვიქნები ხა სუბიექტური ამ შემთხვევაში თუ ვიტყვი რომ პირველი ქვეყანა ვიყავით, სადაც ყავდა 5 პარლამენტარი ქალი 1918 წელს, როდესაც შეიკრიბა დამფუძნებელთა კრება და მათ შორის ერთ-ერთი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. ამიტომ ჩვენი მიმართვა სწორედ ამაში მდგომარეობდა, პირადად ჩემი მიმართვით დავიწყეთ აი ამ პროექტის მსვლელობა. პროექტი ეძღვნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას, ერთთვიანი პროექტი გახლდათ და ეს პროექტი აქ არ მთავრდება. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოსწავლეებთან ერთად და მასწავლებლებთან ერთად იმ საზოგადო მოღვაწეების აღმოჩენას და ჩვენი ქართული საზოგადოებისთვის ფართო არენაზე გამოტანას, რომელთა არსებობას თითქმის ფაქტიურად არაფერი ვიცით. ესეთები იყვნენ ვარლამ ჩერქეზიშვილი, სოლომონ დოდაშვილი, რა წვლილი მიუძღვით მათ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში? ან რატომ ითვლებიან ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, აკაკი წერეთელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამფუძნებელ მამებად? ხო, სწორედ ეს არის სათავე, რის გამოც ჩვენ დავიწყეთ აი ამ პროექტის კეთება და მოვუწოდეთ საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას ჩართულიყო აი ამ პროცესში. ცხადია, ხა ჩვენი მიმართულება კლუბური გაერთიანება არის, ასე ქვია ჩვენს ასოციაცია, სასკოლო კლუბების ასოციაცია, თუმცა ამ პროექტში მონაწილეობის კუთხით არ შეგვიზღუდავს ინდივიდუალური მონაწილეები, არც მასწავლებლები და არც მოსწავლეები. მათ შეეძლოთ ინდივიდუალურად გამოეგზავნათ ვიდეო რგოლები და შეეძლოთ ჯგუფურადაც გამოეგზავნათ ვიდეო რგოლები. შემოვიდა სწორედ ასეთი მიმართულებითაც მაგალითად იმ სკოლამ, რომელშიც მე ვასწავლი სამოქალაქო განათლებას, ფაქტიურად რეკორდი მოხსნა, 5 ვიდეო რგოლი გამოაგზავნეს მოსწავლეებმა და აქედან 4 ერთი და იგივე კლასის მოსწავლეებმა, მე-7 კლასის მოსწავლეებმა. შემდგომ არ იყო შეზღუდული ერთი სკოლიდან სხვადასხვა ჯგუფების. შეეძლოთ, არ იყვნენ შეზღუდულები ასევე შემოქმედებით ნაწილში, კრეატიულ ნაწილში, მათ შეეძლოთ თვითონ მოერგოთ როლები იმ საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამებზე, რომელსაც თვითონ გაასიტყვებდნენ აი ამ ვიდეო რგოლებში, შეეძლოთ რომ მხოლოდ ტიტრები ყოფილიყო და გაეკეთებინათ ვიდეო კოლაჟი, ეს უფრო მარტივი ფორმა იყო, თუმცა მოსწავლეებმა მაინც ეცადნენ, რომ თვითონაც მიიღოთ მონაწილეობა. თავარი არსი რა უნდა ყოფილიყო ამ ვიდეო რგოლის, რა უნდა გადმოეცა ვიდეო რგოლს, რა უნდა ყოფილიყო მოსწავლეების თავარი სათქმელი? მოსწავლეების მთავარი სათქმელი უნდა ყოფილიყო ჩვენი ქართველი საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამები თავისუფლებაზე, ლიბერალიზმსა და დემოკრატიაზე. შედარებით უცნობი გამონათქვამები, თუმცა აღმოჩნდა ის, რომ კარგად ცნობილი საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამები საერთოდ უცნობი იყო ქართული საზოგადოებისთვის. აი მათ შორის, ეხლა როდესაც გადავხედოთ ჩვენ ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკას, ხო, რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხოთ, ისევ ახალ-ახალ ამბებს აღმოვაჩენთ და რაღაც გონია, რომ ეს ადამიანი ახლა აგზის და გველაპარაკება თავისი დამახასიათებელი კუთხური კილოკავით, მაგრამ ანუ ეხლა დღეს გავიხსენებ ესეთ ფაქტს, შევეხები უფრო სწორად ესეთ ფაქტს, რომ კავკასიაში ისევ დაიძაბა ხო სიტუაცია, რაღაცა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაღაცა იქ სხვანაირი მიმართულებები იკვეთება და გადაშლი წაიკითხავ 1897 წელს 1 ნოემბერს აქვს დაწერილი ხმელთაშუა ზღვის გზების საკითხი ილია ჭავჭავაძეს და როგორ შლის ის აი ამ მოვლენებს თურქეთის როლს, ინგლისის როლს თურქეთის განვითარებაში და რა საერთო და განმასხვავებელი ნიშნები არის დღეს და მაშინ როგორ ავითარებდა და აყალიბებდა ის აი ამ პროცესებს. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ აი ამ პროექტებში მონაწილეობით და აი ასეთ პროექტებში მონაწილეობით მოსწავლეებს მივცეთ, ვასწავლოთ ის მაგალითები, რომ სხვაგან წასვლა არ არის საჭირო, ჩვენ ყავს უზარმაზარი ბუმბერაზი საზოგადო მოღვაწეები, სწორედ ამ მიმართულებით, რომ მათ უკეთ გაიაზრონ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, სოფლიოში მიმდინარე მოვლენები და იპოვონ უფრო მარტივად გამოსავალი თავისივე სწავლებით და სკოლაში მიღებული ცოდნით, აღზრდით და აი ამას ემსახურება სწორედ ჩვენი პროექტები.
დიდი მადლობა ლუკასთან გადავალკითხვით. ლუკას, როდის და როგორ გაიგე ამ პროექტის შესახებ და რატომ გაგიჩნდა ინტერესი, რომ მოდი მივიღებ მონაწილეობას? უპირველეს ყოვლისა, სანამ პროექტთან დაკავშირებით დავიწყებდე საუბარს, მადლობა მინდა გადაგიხადო თქვენ მოწვევისთვის და მადლობა გადავუხადო თვითონ კონკურსის იდეის ავტორებს და მათ ორგანიზატორებს, განსაკუთრებით კი თქვენ, დიდი მადლობა. და თუ დაუბრუნდებით უკვე თვითონ ვიდეო კონკურსს, ჩვენ მის შესახებ გავიგეთ ქალაქ რუსთავის გიმნაზიის ერთ-ერთი სამოქალაქო მასწავლებლის ბაია ბოლქოძის მიერ, რომელმაც ეს პროექტი ჩვენამდე მოიტანა, მოგვაწვდინა ხმა და ისიც გითხრა, რომ საკმაოდ კარგი პროექტი იყო და აუცილებლად უნდა მიგვიღო მასში მონაწილეობა. ეს სიახლე იყო პროექტის პირობა შენთვის თუ აქამდეც ქონდა ინტერესი იმ მიმართულებებზე, საზოგადო მოღვაწეების, თქვათ, გამონათქვამებზე, თავისუფლებაზე და სხვადასხვა მიმართულებით, თუ ეს რაღაცა გამოწვევა იყო ერთგვარი და შემდეგ დაიწყე უკვე მოძიება ამ ყველაფერს? რომ ვთქვათ, რომ გამოწვევა არ იყო, ნამდვილად იყო გამოწვევა. ცხადია, თუმცა მანამდეც ქონდა ჩვენ ინტერესი ილია ჭავჭავაძეს მიმართ თუნდაც და სხვა პიროვნებებთან, რომლებიც ევროპისკენ მიისწრაფვიდნენ და მსგავსი პროექტი ჩვენთვის პირიქით საინტერესო იყო და ძალიან მოხარულები ვიყავით, რომ ამ პროექტში და კონკურსში მონაწილეობის უფლება მოგვეცა. რამდენი წევრისგან შედგებოდა თქვენი გუნდი და ვინ არიან ეს მოსწავლეები, მათი სახელებიც რომ ვთქვათ, ვინაიდან თქვენმა გუნდმა გაიმარჯვა და აუცილებელია რომ ეს ბავშვებიც ვახსენათ. ჩვენი გუნდი შედგებოდა 4 ბავშვისგან, ეს იყო კესო მჭედლიშვილი, მე, ლუკა ბაგაური, ლილე ხორიაშვილი და კრისტინე ჩალაძე. თუმცა ბავშვების გარდა ჩვენ კიდევ მასწავლებლებისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღეთ და არ შემიძლია რომ არ ვახსენო აქ ჩემთვის ნამდვილად უსაყვარლესი ქართულის მასწავლებელი ნუნუ კაილურიძე და ჩვენი სასწავლო ნაწილი დამოუკიდებლად ისტორიის მასწავლებელი ნინო ციკლაური. ლუკა, რა იყო ვიდეოში თქვენი მთავარი სათქმელი? რაზე გააკეთეთ აქცენტი? რომელი საზოგადო მოღვაწის გამონათქვამები იყო თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო, რომ მათი საშუალებით მიგეწვდინათ ხმა დღევანდელი საზოგადოებისთვის? თავდაპირველად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ილიას სიტყვებზე პროექტი, თუმცა მე გადავიფიქრეთ იმიტომ, რომ ჩავთვალეთ, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი გააკეთებდა მასზე. რადგანაც ნიკო ნიკოლაძესთან შედარებით უფრო ცნობილი პიროვნება იყო და შემდგომ გადავწყვიტეთ, რომ უკვე ნიკო ნიკოლაძეზე შეგვეჩერებინა არჩევანი. ჩვენს პროექტში ნიკო ნიკოლაძეს სიტყვები და ციტატები იყო მოცემული, ასევე ფარიხან მუსოფიევა და ბარბარე ჯორჯაძე, რომელთა შესახებაც საუბრობთ თვითონ პროექტის მსვლელობის დროს. თუ შეგიძლია რომელიმე გამონათქვამი ჩვენც რომ გაგვიზიაროთ, რაც განსაკუთრებით მოგეწონათ და ვიდეოში არის აღნიშნული. ევროპული წესის მთავარი აზრი ის არის, რომ ყოველი ახალი თაობა წინა თაობის გამოცდილებას განძივით უფრთხილდება. ჩემთვის ეს ნიკო ნიკოლაძეს ფრაზა ძალიან დასამახსოვრებელი და საამაყო იყო, იმიტომ რომ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი მამული, საიდან მოვდივართ და ის რომ მათი გამოცდილება მართლაც რომ შეიძლება ითქვას განზემნიშნულოვანიც არის და მას რომ განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. რა არის შენთვის და შენი თანატოლებისთვის თავისუფლება? შესაძლოა რთული კითხვა, ახლა უცბად რომ მიპასუხო, მაგრამ მაინც დავსვამ ამ კითხვას. თავისუფლება ჩემი აზრით არის არჩევის შესაძლებლობა, როდესაც შენ არაფერში არ ხარ შეზღუდული და შეგიძლია სწორედ იმაზე შეაჩერო არჩევანი, რისი სურვილიც გაქვს და ამის წინააღმდეგი რომ შეიძლება არავინ არ იყოს. არავინ არ გიშლიდეს ხელს. და არავინ არ გიშლიდეს ამ გადაწყვეტილების რეალიზებაში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ელგა, ბოლოს თქვენთან გადმოვინაცვლებ. გარდა რუსთავის 24 გიმნაზიისა, კიდევ სხვა სკოლებმაც მიიღეს გარკვეული ჯილდოები, რომელი სკოლები იყვნენ ეს სკოლები და რა იყო ჯილდო, როგორ ასე ვთქვათ, დაფასდა ახალგაზრდების შრომა? ხო, მოკლედ ამ გამარჯვებულ სკოლებზე გადავალ, მე მინდა გითხრათ და ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო აი ამ ნახატის ავტორს. ეს გახლავთ ნინი კოლერი და ამიტომ ჩვენი პროექტის სახელწოდება შეიცვალა. თავიდან ერქვა ჩვენს პროექტს ადგილობრივი ხმები მსოფლიოს თავისუფლებისთვის. პრინციპში შინაარსობრივად იგივე არის და სანამ არ მივიღეთ ნინისგან, ახალგაზრდა გოგონა არის, ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფებოდა და სანამ არ მივიღეთ მისგან ნებართვა, რომ გამოგვეყენებინა ეს საოცარი ნახატი,
ცხადია ვერ შევცვლიდით აი ამ გადაწყვეტილებას და დიდი მადლობა მას ამისთვის. პრიზები იყოს ზუსტად იგივე შუშის მასალაზე დახატული, აი ეს სამი ადამიანი, რომელიც ახლა ჩვენს მაისურებზეა და ჩვენს უკანა ფონსაც ამშვენებს და საოცარი გამოვიდა მართლა. თვითონ პრიზების შემქმნელი ვინც იყო, ვინც მუშაობდა ხელით, ну ძალიან რთული იყო ამის გაკეთება, მაგრამ იმდენად მომეწონა ეს იდეა, რომ არ შემეძლო რომ რაღაცა მთელი გული და სული არ ჩამე ანუ გადაეცათ სპეციალური პრიზები, რამოდენიმე სახეობის დასახელების ნომინაცია გქონდა. ერთი ის რომ ამოვიღეთ რა თქმა უნდა კარგი ფრაზები და გარკვეულწილად რაღაც ინტერაქციაც მოვახდინეთ დარბაზში, ვის ახსოვდა თავისი ფრაზები ვიდეო რგოლების და რა თქმა უნდა გაამართლა მოლოდინმა ბავშვებმა ზედმიწევნით უპასუხეს თავიანთ ფრაზებს. ერთ-ერთი ფრაზა იყო სწორედ ლუკა ბაგაური, რომელსაც თვითონ ყვებოდა ნიკო ნიკოლაძე საოცარი ფრაზებით და ნუ აქვე ხა არ შემიძლია არ ვახსენო ის გამარჯვებული დანარჩენი 5 სკოლა, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ერთი სიტყვით გადაეცათ სამახსოვრო პრიზები, ორ გმინაზე გამოსახული იგივე ვიზუალიზაცია და რა თქმა უნდა დაწერილი იყო მათი საუკეთესო ვიდეო, გამარჯვებული ვიდეო რგოლებისთვის და ახლა გეტყვით რომელი სკოლები იყო აქ და მე გადავალ შემდეგ ნომინაციებზე რა გქონდა. ძალიან მოკლედ თუ შეიძლება სკოლები ვთქვათ მხოლოდ დიახ. პირველი ადგილი ქალაქ რუსთავის 24 გიმნაზია, მეორე ადგილი ქალაქ რუსთავის 22 საჯარო სკოლა, მესამე ადგილი თელავის ნომერ 6 საჯარო სკოლა, მეოთხე ადგილი ქალაქ თბილისის 108 საჯარო სკოლა, მეხუთე ადგილი ქალაქ თბილისის 29 საჯარო სკოლა, რომელიდანაც შემოვიდა განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ვიდეო რგოლების. იქ ვასწავლი ახლაც მე და ვარ პედაგოგი ვასრულებ თავის სკოლები ძალიან აქტიურობენ და ძალიან წარმატებითაც. და ჩვენი სურვილიც ეს იყო, რომ რეგიონის სკოლის მოსწავლეებისთვის უფრო მეტი გასაქანი მიგვეცა, თუმცა ამაში ჩვენ ძალისხმევა არ ჩაგვიდია, თვითონ აჯობეს ყველას.